უნდა გადავინაცვლოთ ჩვენი გადაცემის მთავარ თემაზე და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივებზე უნდა ვისაუბროთ. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, რომელსაც მწვანე მომავალი ეწოდება, სწორედ ამ პროექტის ფარგლებში, რომელშიც ჩართული იყო თავისთავად სამინისტრო, აპრილის თვეში ამოქმედა ცხელი ხაზი, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლო დარეკვა და პროექტში ჩართვა და უნდა აღნიშნოთ, რომ პროექტის განმავლობაში 7,000-მდე ნერგი გაიცა. აღნიშნულ ღონისძიება კვლავ გაგრძელდება შემოდგომაზე და როგორც სამინისტროში აცხადებენ, გარდა დარგვითი ღონისძიებებისა, სამინისტროსთვის ასევე პრიორიტეტს წარმოადგენს მათი მოვლა. ამ და სხვა ინიციატივების შესახებ სულ რამდენიმე წუთში ვისაუბრებთ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრთან, ქალბატონ ხათუნა გოგალაძესთან, თუმცა მანამდე ვნახოთ სიუჟეტი, რომელიც ანა მეზრიშვილმა მოგვიმზადა. დათბობასა და საბანაო სეზონის დადგომასთან ერთად გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტი წყლის შემოწმებას იწყებს. ახლა ლისის ტბის სისუფთავეს, ტემპერატურას და სხვა პარამეტრებს ამოწმებენ. ზოგიერთი მონაცემი ფურცელზე მაშინვე გადააქვთ, დანარჩენს კი ლაბორატორიაში შემოწმების შედეგად ადგენენ. ეს არის საველი აპარატი, პორტატული, ამით ჩვენ ადგილზე შეგვიძლია წყლის სინჯებში განსაზღვროთ ტემპერატურა, pH-ი, ელექტროგამტარობა და ჟანგბადის შემცველობა. ამ კომპონენტების გაზომვა ძალიან მნიშვნელოვანია ადგილზე, იმიტომ რომ ტრანსპორტირების შედეგად ესენი იცვლება და სასურველია, რომ ადგილზე დაფიქსირდეს მათი მნიშვნელობა. აღებული სინჯები აქ ხვდება, სადაც სხვადასხვა დამაბინძურებელი ინგრედიენტი ისაზღვრება. ახალი აპარატურა სინჯებში მძიმე ლითონის ფართო სპექტრს საზღვრავს. წელს ჩვენ გავზარდეთ ზედაპირული წყლების მონიტორინგის წერტილები და წელს აღებული იქნება 31 მდინარეზე, 59 წერტილში და 8 ტბაზე მათ შორის. და ზოგიერთ წერტილებში უკვე დავიწყეთ მონიტორინგი ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის შესაბამისად. დღესაც მოხდა წყლის სინჯების აღება და ამჟამად მიმდინარეობს აქ მათი ანალიზი, რათა დავადგინოთ დაბინძურების დონე. აი ეს გაზოანალიზატორი ატმოსფერულ ჰაერში ზომავს ნახშირჟანგის კონცენტრაციას. ეს გაზოანალიზატორი ოზონის კონცენტრაციას ზომავს. ეს აზოტის ჟანგეულებს NO2-ს ზომავს. თანამედროვე ტიპის ავტომატიზირებული სადგური 24 საათიან უწყვეტ რეჟიმში მონაცემებს გარემოს ეროვნულ სააგენტოს უგზავნის. ინფორმაცია 1 წუთის ინტერვალით ახლდება. ჰაერის შესამოწმებელი აპარატები თბილისის რამდენიმე უბანში დგას, თუმცა მათგან ეს ყველაზე ახალი და კარგად აღჭურვილია. ჩვენს ფუნქციაში შედის, რომ თვალყური ვადევნოთ, ყველა დღიურად, ყოველი წუთის ინტერვალში მიღებულ შედეგებს. აღსანიშნავია, რომ დამაბინძურებელ ნივთიერებებს შორის მტვერი და ნახშირჟანგი აღემატება სრულად დასაშვებ მნიშვნელობას, მაგრამ საგანგაშო მდგომარეობა ნამდვილად არ არის. მაღალი და ექსტრემალურად მაღალი დაბინძურება არ ფიქსირდება. გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტში ჰაერისა და წყლის გარდა ნიადაგის დაბინძურებასაც ამოწმებენ. წელს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ნიადაგის სინჯები აიღეს. მასში ლითონების, პესტიციდებისა და ნავთობპროდუქტების რაოდენობას ამოწმებენ. დავრუნდით პირდაპირ ეთერში და ჩვენი გადაცემის სტუმარია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ქალბატონი ხათუნა გოგალაძე. დილამშვიდობის, ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მოგწონებისთვის. პირველ რიგში ვისაუბროთ მწვანე მომავალზე, ამ პროექტზე, რომელსაც აქტიურად იყო სამინისტრო ჩართული და 200,000 ნერგი დაირგა, აქედან 7,000 გაიცა მოქალაქეებზე, რომელსაც ჰქონდათ სურვილი თავად დაერგა, დანარჩენი კი თქვენი რესურსებით მოახერხეთ. თუმცა ასევე არაერთხელ აღინიშნავთ, რომ არა მხოლოდ მათი დარგვა, არამედ მათი მოვლაც პრიორიტეტია. კონკრეტულად როგორ აპირებთ მათ მოვლას? დაგითანხმებით, დარგვაზე მნიშვნელოვანი როგორ შეიძლება, მაგრამ აბსოლუტურად თანაბარი მნიშვნელობის არის შემდეგ ამ ნერგების მოვლა. თუ გვინდა მივიღოთ შედეგი, უნდა მოუვაროთ მათ. საერთოდ ნერგების გახარებადობა 70-80% თუ არის დარგული ნერგების, ითვლება, რომ ძალიან კარგი შედეგი გვაქვს მიღწეული. ჩვენი მიდგომა, როდესაც დავიწყეთ პრემიერის ინიციატივის ფარგლებში ჩვენი მხრიდან, ჩვენი სანერგეთა ნერგების გაცემა და ინსტრუქციების მიცემა ყველასთვის, როგორ დაერგოთ, რა გაეკეთებინათ, მათ თავიდანვე ვაცნობთ მოვლის ღონისძიებებსაც. და ჩვენ
საქმიანი მიდგომა იყო ასეთი, რომ თითოეულ დარგულ ნერგს ყავს ფაქტიურად პატრონი. გარკვეულ პასუხისმგებლობას ამ ნერგების შემდგომ მოვლაზე იღებს გარკვეულ შემთხვევებში მუნიციპალიტეტები, გარკვეულ შემთხვევებში სამინისტროები, სკოლები, საავადმყოფოები, ანუ სადაც მოხდა ეს გამწვანება და სადაც მოხდა თვითონ ეს ზრდა. რაც შეეხება თუ როგორ უნდა გააკეთონ, ამაზე შეუძლიათ უფრო დეტალურად მოვმართონ ისევ ჩვენ ცხელ ხაზზე, თუმცა ამ ინფორმაციას დავდებთ ვებგვერდზეც და განთავსებულია ეს ინფორმაცია პრინციპში მთელი თავისი დეტალური მითითებებით რა უნდა გააკეთონ. მთავარი აქ არის, რომ აუცილებლად გაკეთდეს, აუცილებლად მოხდეს მათი მორწყვა, აუცილებელი არის, რომ ცხელ პერიოდებში თვეში 3-ჯერ მაინც იყოს მორწყვული, უნდა გამოხდეს გაფხვიერება, სარეველების მოცილება, ხოლო შემდეგ უკვე მომავალ წელს რომელი ნერგებით გახმება, აუცილებელია რომ მოხდეს მათი ჩანაცვლება. ჩვენი მხრიდან სამინისტრო ამ ყველაფერს უწევს მონიტორინგს, ჩვენ სხვადასხვა ადგილებში ყავს იცით ჩვენი რეგიონული წარმომადგენლები, მეტყევები, მათი საშუალებით გაუწევთ კონსულტაციებსაც და ასევე მონიტორინგს, რომ მივიღოთ ის შედეგი, რასაც ქვია ნამდვილად გამწვანებული ფართობები და არა მხოლოდ დარგული ხეები. ძალიან მისასალმებელი აქციაა და სულ ცოტა ხნის წინ მეც ვიყავი ჩემს კოლეგებთან ერთად მარნეულში და ჩემი პატარა წვლილი შევიტანე. რა თქმა უნდა 200,000 ნერგთან ვერ შევეჭიდებოდი, თუმცა ჩემი პატარა წვლილი მეც იმეძნობს, რომ საქართველოს მინდა ხაზი გაუწია იმას, რომ ძალიან დიდი იყო ხალხის მხრიდან, ეჩვეულები მოქალაქეების მხრიდან დაინტერესება ამ აქციაში და ამ პროცესში ჩართვით. ჩვენ გარკვეულწილად ხანდახან გვიხდებოდა ხოლმე მოსახლეობისთვის იმის ახსნა, რომ აი ახლა ვერ ვახერხებთ, ვერ გაძებთ და ეს არის ძალიან მისასალმებელი, რადგან ეს იცით რომ არ არის ერთჯერადი, გაგრძელდება აუცილებლად შემოდგომაზეც და უკვე მომავალ წელსაც და აქედან გამომდინარე ჩვენთვისაც გარკვეული გამოცდილება იყო ამ მხრიდან და დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალ წელსაც ასევე იაქტიურებენ მოქალაქეები და ჩვენი მხრიდანაც უფრო მეტად მოხდება მათი დაკმაყოფილება ნერგების საშუალებით. რაც შეეხება სატყეო პოლიტიკის დოკუმენტს. ეს დოკუმენტი საქართველოს პარლამენტმა მიიღო და უფრო დეტალურად რომ გავაცნოთ ჩვენს მაყურებელს, თუ რაში მდგომარეობს დოკუმენტის არსი და რას მოიცავს ის. სატყეო პოლიტიკის დოკუმენტი ეს არის უფრო ჩარჩო დოკუმენტი, ეს მიღებული იქნა 2013 წლის დეკემბერში, ჯერ მთავრობის მიერ იყო განხილული და შემდეგ პარლამენტმა მიიღო. და ეს არის ეს განსაზღვრავს ქვეყნის დამოკიდებულებას, ქვეყნის ხედვას, ქვეყნის პრინციპს დამოკიდებულებას თუ როგორ უნდა მოვექცეთ ჩვენ ტყეებს, რა არის მნიშვნელოვანი. ახ არის პრინციპების დონეზე ჩამოწერილი, ვთქვათ, ტყეების მდგრადი მართვა, ბიომრავალფეროვნების დაცვა, ხელუხლებელ ტყეებთან დაკავშირებული საკითხების ადეკვატურად ასახვა სხვადასხვა პოლიტიკაში. იგივე ტყეების როგორც ტყეების ეკონომიკური სარგებლიანობის კუთხით შეფასებაც, ტყეების მნიშვნელოვანი ფუნქციების ეკონომიკური, ეკოლოგიური და სოციალური ფუნქციების დაბალანსება. ეს არის ჩარჩო დოკუმენტი, რომელიც ესეთი დეკლარირება უფრო არის, რომ ჩვენ გვინდა რომ ჩვენი დღეები იყოს ასეთ მდგომარეობაში და ამისთვის ვიყენებთ საერთაშორისო აღიარებულ ამ პრინციპებს. თვითონ პოლიტიკის დოკუმენტი არ იქნება არაფრის მომცემი, თუ მას არ მოყვა უფრო ქმედითი დოკუმენტები და შემდეგ გასაკვირველია ამ ქმედითი დოკუმენტების შესაფერისი ღონისძიებები. ჩვენ მუშაობთ სატყეო პროგრამაზე, ეროვნულ სატყეო პროგრამაზე, რომელშიც უკვე სწორედ ამ პოლიტიკის დოკუმენტზე დაყრდნობით უფრო დეტალურად იქნება გაწერილი ეს სხვადასხვა რა მიმართულებებით მიდიოდა. ეს იქნება ტყეების ინვენტარიზაცია, ტყეების მოვლა, ტყეების ინფრასტრუქტურის განვითარება, თუ სხვა იმ საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებით, რაც არსებობს, რომ აი ესე დეტალურად გავწეროთ რა უნდა გავაკეთოთ სხვადასხვა მიმართულებით, რათა საბოლოო ჯამში მივახციოთ იმას, რასაც ქვია ტყეების მდგრადი მართვა. თქვენ ტყეების ინვენტარიზაცია ახსენეთ, ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია ამ ყველაფრის, რაზეც საუბრობთ და კონკრეტულად თუ შეგვიძლია ავხსნათ რას ნიშნავს ტყის ინვენტარიზაცია და როგორ მოახერხებთ თქვენი რესურსებით ამ ყველაფრის წარმოებას. ტყის ინვენტარიზაცია ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ფაქტობრივად ტყის ინვენტარიზაცია ცის გარეშე შეუძლებელია ვთქვათ რა რესურს ვფლობთ, რა სახეობრივი შემადგენლობა. ტყის ინვენტარიზაცია მოიცავს ასევე ნიადაგის მდგომარეობასაც ტყის ფარგლებში. ანუ ეს არის დეტალური ინფორმაცია, რომელიც მოგცემს საშუალებას, რომ სწორად დავგეგმოთ ტყის ამა თუ იმ ფართობზე რისი გაკეთებაა შესაძლებელი, რა ფუნქციაა
ძირითადად ამის ეს არის დაცვითი თუ უფრო შეიძლება მოხმარებული კუთხითაც მივუდგეთ. ანუ ამ ყველაფერს გვაძლევს, ამ ყველა ინფორმაციას გვაძლევს ინვენტარიზაცია. სამწუხაროდ ინვენტარიზაცია, საერთოდ ინვენტარიზაცია ტარდებოდა ხოლმე 10 წელიწადში ერთხელ, ანუ ეს არის ის შუალედი, როდესაც უნდა გაკეთდეს და განახლებული ინფორმაცია მივიღოთ ტყის ამა თუ იმ ფართობის შესახებ. ეს არ გაკეთებულა ძალიან დიდი ხანია და შესაბამისად, როდესაც რაღაცის დაგეგმვა გვინდა ტყესთან მიმართებაში, ეს არის ურთულესი, იმიტომ რომ მონაცემების გარეშე განხორციელების ნებისმიერ რაღაცის დაგეგმა და მით უმეტეს სწორი გადაწყვეტილების მიღება არის ძალიან რთული. ეს არის ამავე დროს მინდა გითხრათ რომ საკმაოდ შრომატევადი და საკმაოდ თანხმობრივადაც არც თუ იაფი პროცესი და საქმიანობა. ჩვენ დავიწყეთ ინვენტარიზაცია ჯერ კიდევ შარშან ბურჯენ ბაკურიანის სატყეობიდან 45,000 ჰექტარი უკვე წელს გადავედით ხარაგაულის ტერიტორიაზე და ეს გაგრძელდება მომავალ წელს შემოდგომ ანუ მთელი რა პერიოდშიც არის შესაძლებელი ინვენტარიზაცია ანუ თოვლის პერიოდში ნაკლებად არის ამ პერიოდში შესაძლებელი ეს გაგრძელდება გარდა ამისა ჩვენ ვცდილობთ რომ ამ ეს ინვენტარიზაცია ფაქტობრივად შეუცვლელია ესე უშუალოდ ტყეში შესვლის გარეშე ინვენტარიზაცია არ გეტდება, მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ რაღაცნაირად შევამსუბუქოთ და დროში უფრო სწრაფად გავაკეთოთ ინვენტარიზაცია. ეს არის სატელიტური და ორთოფოტოების და სხვადასხვა სატელიტური დაკვირვების შედეგად მიღებული ინფორმაცია. ამ მიმართულებითაც მუშაობთ. ძალიან დიდი ხმარებას გვიწევს სამხრეთ გერმანიის მთავრობა და ვფიქრობთ, რომ აი ესეთ კომბინირებულად თანამედროვე ტექნოლოგიები და პლუს აი თვითონ ტყეში ფიზიკურად მიწაზე მუშაობის შედეგად რაღაც გარკვეულ პერიოდში, თუმცა ეს არ იქნება 1 და არც 2 წელი, ჩვენ გვექნება ტყეების ინვენტარიზაცია სრულად ჩატარებული. ნუ ალბათ დაახლოებით 10-12 წელი დასჭირდება იმას, რომ შევადაროთ დღევანდელი და უკვე არა, მე ცოტა უფრო ოპტიმისტური ის მაქვს, შეიძლება უფრო მოკლე პერიოდში დასრულდეს, ეს 1 და 2 წელი არ იქნება მეთქი, მაგრამ თქვათ შესაძლებელია 5-6 წელი, რაც საჭიროა, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში თუ რა თქმა უნდა იქნება რესურსების მობილიზებული და აი ამ კომბინირებულად გავაკეთებთ სატელიტური დაკვირვებებიდან დაკვირვებებისა და თვითონ ტყეში მუშაობის შედეგად ამ ინფორმაციის ერთმანეთზე დადება მოხდება და შეჯამება. ანალიზი. და გერმანიის მთავრობა ახსენეთ და მაშინ უნდა შევეხოთ აუცილებლად დაცულ ტერიტორიებსაც გამოიყო გრანტი 8.2 მილიონი ევროს ოდენობით და რომელ დაცულ ტერიტორიებს მოხმარდება ეს ახლა. კარგი იქნებოდა რომ მილიარდი ყოფილიყო. ოპტიმისტური იყო ეს ზოგადად. კი, მაგრამ ეს არის ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება და ძალიან კარგი რაღაცების გაკეთება შეიძლება ამ თანხით ჩვენს დაცულ ტერიტორიებზე. კერძოდ ამ გრანტის ფარგლებში საუბარია 4 დაცულ ტერიტორიაზე. ყაზბეგი, კინტრიში, ალგეთი და ფშავ-ხევსურეთი, რომელიც კანონით სულ ახლახანს შეიქმნა და საჭიროა მისი უკვე ინფრასტრუქტურული განვითარება და ასე შემდეგ. აი ამ 4 დაცულ ტერიტორიაზე არის საუბარი. კერძოდ ამ გრანტის ფარგლებში უნდა გაკეთდეს 4 დაცულ ტერიტორიაზე, სადაც რა საჭიროება, იმ საჭიროებების დაფარვა და იმის აღსრულება უნდა მოხდეს. ეს იქნება თუ ადმინისტრაციული შენობებიდან დაწყებული ინფრასტრუქტურის განვითარება, ღამის სათევი ადგილები, ბილიკები, სხვადასხვა ტურისტული სერვისები, იმის და მიხედვით თუ რომელ დაცულ ტერიტორიაზე გვაქვს საუბარი. გარდა ამისა, მენეჯმენტის გეგმა, იგივე თანამშრომლების შესაძლებლობების გაძლიერება, თანამედროვე პრინციპების დანერგვა დაცულ ტერიტორიებთან მიმართებაში. ანუ ეს არის ის ღონისძიებები, რაც 4-5 წლის განმავლობაში უნდა ამ 4 დაცულ ტერიტორიაზე ამ გრანტის ფარგლებში დაიხარჯოს და ეს ჩვენ მქონია არაერთი გამოცდილება, როდესაც გრანტის და დახმარების ფარგლებში და კლინატ სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში ყოფილა გარკვეული დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურის მოწყობა და ამას მოაქვს ძალიან კარგი შედეგი. და საუბრის ბოლოს აუცილებლად შევეხოთ სიახლეს, ტექნოლოგიურ სიახლეებს, რომლებიც არც თუ ისე ცოტა არის სამინისტროში, ჩვენ სიუჟეტშიც ვნახეთ რამდენიმე მათგანი, რომელიც აქტიური გამოყენებაც მიმდინარეობს, უფრო დეტალურად იქნებ უთხრათ ჩვენს მაყურებელს, თუ რა სიახლეებზეა საუბარი. სიუჟეტიდან გამომდინარე, იყო დაბინძურების მონიტორინგზე და ამ აპარატურაზე, რომელიც ცოტა ხნის წინ შევიძინეთ და არის
ძალიან კარგი აპარატურა, იმიტომ რომ ჩვენ არ გვქონდა საშუალება რომ დაკვირვება გაგვეკეთებინა მძიმე მეტალებზე. მძიმე მეტალები ეს არის ერთ-ერთი საკმაოდ ესეთი ყველაზე ერთ-ერთი სერიოზული დამაბინძურებელი, რომელიც ცუდად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე, რომ აღარაფერი თქვა სხვა უბნის უარყოფით შედეგებს თვითონ გარემოს კომპონენტებთან მიმართებაში. აქედან გამომდინარე, საერთოდ ჩვენი მიდგომა არის ასეთი, რომ მონიტორინგის და მონაცემების გარეშე იგივე ინვენტარიზაციის კუთხეც რო გავაგრძელოთ, წარმოუდგენელია რაღაცა სწორი დაგეგმვა და სწორი გადაწყვეტილებების მიღება. აუცილებელი არის სიუჟეტით იყოს საუბარი და ამ მხრივ მუდმივად ესეთი პროგრესულად და მზარდი მიმართულებით მივდივართ, რომ გავაფართოვოთ სადამკვირვებლო ქსელი. ეს ეხება არა მარტო წყლის სინჯებს, არამედ იგივე ნიადაგის, რომელიც სხვადასხვა საერთოდ არ ხდებოდა ნიადაგის ანალიზი და შარშან დავიწყეთ პირველად, წელს უკვე გაფართოვდება იგივე ქალაქების იმ ადგილების რაოდენობა, საიდანაც ნიადაგის შემოწმება ხდება. იგივე ჰიდროლოგიური დაკვირვების სადგურები, შარშან დავამატეთ 10 ჰიდროლოგიური სადგური წელს, ჰიდრომეტეოროლოგიური წელს არის 40 ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურის დამატება დაგეგმილი. მომავალ წელს ჩვენ გვაქვს მოლაპარაკება იაპონიის მთავრობის დახმარებით თბილისში დაემატება სხვა ავტომატური გამზომი ჰაერის დაბინძურების გამზომის სადგურები, რაზეც იყო საუბარი და გარდა ამისა რეგიონებში სხვა პორტატულ აპარატს შევიძეთ. ანუ მე იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რაც შეიძლება მონიტორინგის კუთხით გავაფართოვოთ ქსელი, რაც შეიძლება სწორი ინფორმაცია მივიღოთ და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ სწორად დავგეგმოთ ამა თუ იმ სფეროში გასატარებელი ღონისძიებები. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ჩვენს მაყურებელს შევახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ქალბატონი ხათუნა გოგალაძე. ნახოთ რეკლამა, რამდენიმე წუთში სხვა თემებით დაგიბრუნდებით, დარჩით პირველზე.